ნახოთ უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით. ჩაიცუნთქეთ ღრმად, მოისუნთქეთ, მოდუნდით და იფიქრეთ საკუთარ თავზე. ნახოთ ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით. აბა ნახოთ ზოგად ენერგიებში რა მოვა, ფინანსებში რა გელოდებათ, პირად ურთიერთობებში, ჯანმრთელობა და რჩევა თქვენთვის. რაც შეეხება ზოგად ენერგიას, კვირას განმავლობაში შესაძლებელია გარკვეული სიახლეები იყოს, რაღაც ახალი წამოწყება, პატარა მცირედი ფინანსები, ფული, შემოდინება, რაღაც ახალის დახვეწა, შესწავლა. აქ თქვენ მნიშვნელოვანი პიროვნებები იქნებით და თქვენს გადაწყვეტილებებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შესაძლებელია ვიღაცას რაღაცა მიუთითოთ, ვინმეს რაიმე ასწავლოთ კიდეც და ისეთი პოზიციის დაჭერა მოგიწიოთ, აი ზედა პოზიციის, რომ პასუხისმგებლობების აღება. თითქოს ან შესაძლებელია რაღაც ერთ სიტუაციაში ძლიერი ფიგურა ხართ, საკმაოდ მტკიცეთ ხართ და მეორე მომენტში აქეთ თქვენ სხვისგან რაღაცა ისწავლოთ. არც ეს არის გამორიცხული. პირად ურთიერთობას რაც შეეხება, პირადი შევიტყოთ, რომ საკმაოდ გახსნილი ენერგიები ამოგდით ერთი კვირის განმავლობაში. ანუ შეიძლება რაღაც ახალი დასაწყისებია, ახალი ენერგიები, გახსნილობა, მეგობრობა, გულის გადაშლა, ახალი გზების გამოჩენა პირად ურთიერთობაში. რაღაც შეიძლება რაღაცა ძველის და ახლის, ან წარსულის და აწმყოს შედარებას ახდენდეთ, დაბალანსებას ცდილობდეთ. შეიძლება ზოგიერთ უბრალოდ არჩევანიც გქონდეთ პირად ურთიერთობაში ახალსა და ძველს შორის, ანუ ორი პიროვნებაც იყოს ან რამდენიმე, მაგრამ მაინც კვირა პირად ურთიერთობის კუთხით საკმაოდ პოზიტიურია, ბევრ სიახლეს, ბევრ ცოცხალ ენერგიას გპირდებათ, მოსაწყენად არ გეცლებათ ნამდვილად. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსებში საკმაოდ წარმატებულები უნდა იყოთ ერთი კვირის განმავლობაში, რაღაც შედეგის მიღება, ნაყოფის მიღება, კმაყოფილება, გახარება, ესე თავდაჯერებულები ხართ, საკუთარი ძალის გჯერათ, საკუთარი ენერგიის, შეიძლება ბევრი თუ აქამდე იშრომეთ ფინანსების მოსაპოვებლად, ეხლა დაგიფასდებათ ეს შრომა. თუ არაფერი გაიკეთებიათ, შედეგიც რა თქმა უნდა დიდი არაფერი იქნება, მაგრამ აქ ახლა კვირა არ არის ახალი ენერგიების შემოდინების, აქ უკვე შრომის და ნაყოფის შედეგების მიღების პერიოდია. თუ ანუ ახალი პროექტები მაინც და მაინც არ ჩანს, უფრო უკვე რაც გაკეთდა იმის მიხედვით ხდება შედეგების მომკა. რაც შეეხება ჯანმრთელობაზე სიზმრები, მენტა, აქ უფრო ქვეცნობიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს, არამე ფარული დაავადება, რაც ზედაპირზე არ ჩანს და რაღაც გაწუხებთ. შესაძლებელია გარკვეული ასაკობრივი პრობლემებიც იყოს, სახსრები, არ ვიცი, ახლა ასაკობრივი მეხსიერება, ზოგს, მხედველობა, რაღაც ესეთი მომენტებიც იყოს, მხედველობის დაბინდვა მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემაში, მაგრამ მაინც უფრო ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, ჩემო კარგებო, ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება რჩევას, ბატონღაც სამი კარტი ამოვიდა რჩევაში, არ მქონდა განსაზღვრული, მაგრამ მოხდა. რჩევა ესეთია, პირველ რიგში, არ ვიცი, შეიძლება აქ ვინმე კომპეტენტურ პიროვნებას უნდა მიმართოთ, ან ვიღაცას უნდა მიმართოთ დახმარებისთვის, თუ გიჭირთ. თუ მარტო ვერ არჩნოთ თავს, წადით და სთხოვეთ ძლიერ ადამიანს, ის ვინც იცით, რომ რჩევას მოგცემს, ჭკვიანურს, ან ცივი გონებით შეხედავს თქვენ სიტუაციას და არა ცხელი გონებით და გრძნობებით და ასეთი ადამიანისგან მიიღეთ დახმარება, რჩევა იკითხეთ. მეორეს მხრივ კიდე რჩევა ესეთი იქნება, რომ გახსენით თქვენი ემოციები, თქვენი შინაგანი სამყარო, გაერკვეთ საკუთარ თავში, იყავით ძლიერები, ოპტიმიზმი შეინარჩუნეთ, პოზიტივი შეინარჩუნეთ, დაიცავით პირადი საზღვრები, დაიცავით პირადი ბედნიერება და მისცემთ საშუალებას, რომ ის თქვენი ბედნიერება წაგართვათ და ანუ ხელი შეგიშალოთ ოპტიმიზმში. ემოციების გაკონტროლებაც კარგი იქნება, მაგრამ უფრო პოზიტიურ ემოციებზე კონცენტრირდეთ და ნაკლებად ნეგატივზე, იმიტომ რომ აი როგორც კი ნეგატიურ ემოციებში გადადიხართ, ჯანმრთელობაზე აისახება განსაკუთრებით პრობლემურად ეს საკითხი და მიაქციეთ მაგას ყურადღება. მოკლედ, ბედნიერ, წარმატებულ, სიყვარულით, სიხარულით, იღბლით სავსე კვირას გისურვებთ.